ლიტერატურული საღამომშვიდობისა სრულიად საქართველოს დღეს შაბათია 21 საათი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტელეკომპანია ქართული საეთერო ბადეში თქვენ თვალყურს ადევნებთ ლიტერატურულ შემეცნებით გადაცემას ქუჯის დროა. გადაცემა, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოში კულტურული, სახელოვნებო, სალიტერატურო ამბების საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც მთავარია მწერლების, საინტერესო ავტორების, გემოვნებიანი, რაფინირებული ადამიანების თქვენთან წარდგენა, რიგ შემთხვევებში მათი შეხსენება და ყველაზე მთავარი, ქუჯის დროა ეს სახელდება თავის თავში ქვეტექსტად, სარჩულად, ამოცანად, მიზნად, როგორც გინდა ისე დავარქვათ, ატარებს ერთ-ერთ სანუკვარ იდეას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ისტორიულ ცნობიერებაში ქუჯი არის ერთიანობის სიმბოლო. დიახაც, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ლიტერატურა გახდეს ის ხიდი, გადაიქცეს იმ სივრცედ, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს დააბრუნებს ერთმანეთთან და ხელს შეუწყობს ლიტერატურული პროცესებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამიტომაც ჩვენ ხშირად ვამბობთ, ქუჯი გვაერთიანებს და ამავდროულად არ იქნება ურიგო თუ ჩვენ სამოწყალო ლექსიკაში ერთგვარი სინონიმი გაჩნდება გაერთიანებისა, რომელიც ასე გაჟღერდება. მოდი გავქუჯიანდეთ. დიახაც, ლიტერატურა ყოველთვის იყო ის საცავი, რომელმაც ჩვენი თვითყოფადობის, იდენტობის ყველა ის მთავარი კომპონენტი და ღირებულება შემოინახა, რამაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა განაპირობა კიდეც. მოგესალმებით, მე ამირან ჯანჯღავა ვარ, ქუჯის დროა, ტელეკომპანია ქართულის ეთერში და დღეს მყავს ორი ძალიან საინტერესო სტუმარი. ბატონი რაულ შილაჩავა, რომელიც გახლავთ პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, დიპლომატი, ჟურნალისტი და ბატონი ერეკლე ბეჟუაშვილი, რომელიც გახლავთ მწერალი პოეტი. ჩვენი დღევანდელი საეთერო გადაცემა ყოველგვარი ხელოვნურობისა და მიღმურობის მიღმა გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ძალიან ისტორიული შეიძლება გამოდგეს დროთა განმავლობაში, როდესაც ჟამთა სვლა, სულ სხვა ემოციას და სიმძაფრებს მიანიჭებს ამ ვიდეო კადრებს. ეს ორივე ადამიანი ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯისთან და თავად ბატონი რაულ ჩილაჩავა გახლავთ ფესტივალის ქუჯი 2025-ის ჟიურის თავმჯდომარე და ამავდროულად ქუჯი 2023-ის გიორგი ჭყონდელის პრემიის ლაურეატი. მოგესალმებით ბატონო რაულ, ორიოდე სიტყვით მინდა რომ თავიდან შევეხოთ თავად ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯის. რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელობაში ზოგადად ლიტერატურის წიგნიერების მხარდაჭერა და არაერთ გზის გამოთქმულა ის აი მაგალითად დეკარტი ამბობდა ხოლმე რომ კოგიტო ერგო სუმ, ანუ ვაზროვნებ მას სადავე ვარსებო. ანუ არსებობის ექვივალენტად ის აზროვნების აქტს განსაზღვრავდა. როგორ უწყობს ხელს ლიტერატურა ინდივიდის ფორმირების პროცესს და ზოგადად აზროვნების აქტს როგორ უფრო ცხოველმყოფელს ხდის? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ლიტერატურა არის ჩვენი სულიერი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე კაფეო გამოვლინება და ის სფერო, რომელშიც ადამიანი ყველაზე სრულყოფილად გამოხატავს საკუთარ თავს, გარემოს, სოციალურ წყობას და ყველაფერს, რაც კი ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ლიტერატურული ფესტივალები, რომლებიც რა თქმა უნდა ხელს უწყობენ აი ჩვენი მწერლების, მათი საუკეთესო ნაწარმოებების შეიძლება ასე ითქვას რეკლამას, გავრცელებას, მკითხველთა მასებამდე მიტანას ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ამ თვალსაზრისით და მე ვიტყოდი რომ აქ ქუჯი ძალიან გამორჩეული ლიტერატურული ფესტივალია. მის ასე ვთქვათ დაბადებას მე საქართველოში არ მოსწრები ვარ, ვერ შევასწარი, იმიტომ რომ მაშინ კიევში ვიყავი და ადრეც ვთქვი რომ ერთგვარი შვილთაც კი უყურებდი მაშინ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც აი ასე კარგად წარმოაჩინა მაშინ ქუჯის ფესტივალმა. განვლო რამდენიმე წელიწადმა და უკვე მე თვითონაც მომიწია ამ ფესტივალში მონაწილეობამ და დავწუნდი რომ საქართველოში არსებულ მრავალ ფესტივალთა შორის, მათ შორის ძალიან კარგი ფესტივალებიც არის, რა თქმა უნდა, ქუჯი მაინც რაღაცნაირად გამორჩეულია და სწორედ იმ იდეითაც თუნდაც, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, ერთიანობის იდეით, უგეთო მოგვეხსენება, რომ ქუჯი იყო გამორჩეული ქართველი ერისმთავარი, მეფე იყო პრაქტიკულად, რომელმაც ძნელბედობის ჟამს აღმოსავლეთ ქართველთა მეფეს პარნავას გაუწოდა ძმური დახმარების ხელი და საერთოდაც დათმო თავისი პოზიციები იმისთვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით ერთიანი, ჩვენ გადარჩენილიყავით და მოგვექცია დღემდე და ამაში, რომ ჩვენ დღეს ვარსებობთ და არსებობს
საქართველო ამაში უსათუოდ არის ამ ორი დიდი მეფის განსაკუთრებული წვლილი და ქუჯისა, იმიტომ რომ სწორედ ქუჯიმ გვიჩვენა საოცარი მაგალითი, რაც ასე გვაკლია ქართველებს, აი ერთიანობის, თავმდაბლობის და საქართველოს და ქართული იდეისთვის განსაკუთრებული პოზიციის გამოჩენისა. ამიტომ მე მივესალმები რა თქმა უნდა ამ ფესტივალის არსებობას და მოხარული ვარ რომ მეც მომიწია გარკვეული წვნის შეტანა. ბატონ რაულ, ყველა ასე ვთქვათ მონაწილეს ხშირად აქვს ხოლმე მეტნაკლებად შინაგანი ეჭვები, გარკვეული პროტესტები ჟიურისთან მიმართებით. თუმცა გულწრფელები უნდა იყო და მერვე წელია ქუჯი ახერხებს სანდოობის ძალიან მაღალი ნიშის და ხარისხის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, რთულია ჟიურის ამპლუაში ყოფნა. აი თქვენ როგორც ჟიურის თავმჯდომარე, თქვენი ხედვები მაინტერესებს ტექსტებთან მიმართებით, როგორ შეაფასებთ? რა თქმა უნდა, თქვენი თვალსაჩინო ძალიან მრავალფეროვანია, მრავალწახნაგოვანია, ძალიან ბევრ ლიტერატურას ცოცხლად იცნობთ, თარგმნით, თავად-ქმნით. ჟამთასვლის კვალდაკვალ ქართული ლიტერატურა აი ამ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ინარჩუნებს თავის ხასიათს, თავის ღირებულებებს თუ ხომ არ ხდება გარედან ეგრეთ წოდებული ცივილიზაციური შემოჭრები, რომელმაც შეიძლება მცირე რისკები შეუქმნას აი ამ ჩვენი სულის ისტორიულ მოძრაობას. იცით, ლიტერატურა ძალიან ინტერნაციონალური რამაა და განსაკუთრებულ როლს ასრულებს, რა თქმა უნდა, მხატვრული თარგმანი, ამიტომ ლიტერატურული და კულტურული ექსპანსია ნებისმიერ კულტურულ სივრცეში გარდუვალია. თავარია რომ მან დომინირება არ მოახდინოს და არ დათრგუნოს ის ძირითადი ლიტერატურა, რომელიც წარმოადგენს გარკვეული ეთნოსის, ასე ვთქვათ, სულიერ არეალს. მე მიმაჩნია რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ვითარდება კარგად, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მეტნაკლები წარმატებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენ ვინმეს თქვათ ასე ჩამოვჩებით. რაც შეეხება თვითონ ჩვენი ასე ვთქვათ ლიტერატურული კონკურსის ქუჯის მუშაობას, აი კონკურსის და ჟიურის წევრების, ეს მართლა საკმაოდ რთული სფეროა. ახლა მე რამდენჯერმე ყოფილი ვარ სხვაგანაც, ძირითადად უკრაინაში ჟიურების თავმჯდომარე ან წევრი და მაქვს გარკვეული გამოცდილება. ძალიან ძნელია აამო ყველას, ვინც კონკურსში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, კონკურსის გადაწყვეტილება არ არის ვერდიქტი და არ ნიშნავს, რომ ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვა, ის თქვა დაუშვათ სუსტი, ცუდი ან საერთოდ უარგი სიმწერალია. აქ არის სუბიექტური მომენტებიც, გააჩნია რა წიგნი წარმოადგინა, რა ნაწარმოები წარმოადგინა. ავტორი ზოგჯერ ვერ ახერხებს საკუთარი ნაწერების ასე ვთქვათ, ადეკვატურად შეფასება, შეიძლება უფრო სუსტი ნაწერი წარმოადგინოს და წიგნი ვიდრე სინამდვილეში აქვს, მაგრამ ჩვენ მუშაობდით აბსოლუტურად კოლეგიალურად, თუ კი ვიმსჯელებთ იმაზე, რაც ჩვენ ამ წრეულს ჰქონდა, ჩვენ ვიყავით 8 წევრი და დაყოფილები ვიყავით ჟანრებად, ყველაფერი წაიკითხა და როცა თქვათ საუბარია ერთი ლექსის კონკურსზე, იქ ჩვენ საერთოდ ანონიმურად მუშაობდით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით ვის ლექსებს ვაფასებდით, ისინი იყო მხოლოდ დანომრელი და მარტო კონკურსის ორგანიზატორებმა იცოდნენ ამ ნომრის ქვეშ რომელი ავტორი იყო. ამიტომ ჩვენ ვიყავით ძალიან გულწრფელები, ისევ და ისევ გამოვდიოდით ჩვენი სუბიექტური, ასე ვთქვათ, მიდგომებიდან, თუმცა ვცდილობდით ობიექტურები ყოფილიყავით და ყოველ შემთხვევაში იმ ვერდიქტმა, რაც საბოლოოდ ჟიურიმ გამოიტანა, მაინც და მაინც არ გამოიწვია, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი სკანდალი, უკმაყოფილება და ასე შემდეგ. ავტორებს შეიძლება რა თქმა უნდა ჰქონდათ მოლოდინი, მაგრამ ადგილები შეზღუდულია, არის გარკვეული, ასე ვთქვათ, პაექრობა და ამ პაექრობაში ვიღაცა იმარჯვებს, ვიღაცა მარცხდება, მაგრამ როგორც თქვი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე უარესია და ასე შემდეგ. ასე რომ ქუჯი საკმაოდ ობიექტური კონკურსია და მე ვფიქრობ, ეს ტრადიცია, რომელიც უკვე დამკვიდრდა აგერ 7 წელია, გაგრძელდება და უფრო მეტ სახელს მოიხვევს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ესეთი ამომწურავი, საინტერესო, შინაარსიანი გაცნობისთვის. მე აქვე უნდა ვისარგებლო შემთხვევით და მორალური ვალდებულებაც კია ჩემთვის და
თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ტელეკომპანია ქართულს მადლობა გადაუხადოთ, რათა მან დაგვითმო საეთერო დრო და მოდი გულწრფელად გამოვთქვათ ის შინაგანი გულისწყრომა, რაც გაგვაჩნია ალბათ ჩემიდან დაწყებული ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ლიტერატურული პროცესებით არის დაინტერესებული, სამწუხაროდ დღევანდელ ქართულ საეთერო პროგრამებში ნაკლებად შუქდება, ნაკლები ინტენსივობით და ხარისხით ლიტერატურა არა და ლიტერატურა იყო არის და უნდა დარჩეს იმ მთავარ ღირებულებად, რომელიც თქვით რომ ინდივიდის ფსიქოემოციური ფორმირების პროცესში მონაწილეობს და გარდა ამისა ჩვენი იდენტობის თვითყოფადობისთვის საჭირო ყველა კომპონენტსა და ელემენტს შეიცავს. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯიზე და ჩვენი მორიგი სტუმარი ერეკლე ბეჟუაშვილი, რომელიც გახლავთ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯის 2025-ის გამარჯვებული ნომინაციაში დებიუტი პროზა. ერეკლე, სანამ თქვენ მიესალმებოდეთ ჩვენს ტელემაყურებელს, ერთი ასეთი ამბავი მინდა წარვადგინო, გავიხსენო და კიდევ ერთხელ თქვა. ჭილაძე ერთგან წერს ერთ-ერთ პოემაში, რომ თუ კი სიცოცხლეს ბუნება აძლევსო, ცხოვრება უნდა შეძლოს თავადვეო. და ხშირად ხდება ასე, რომ სიცოცხლე და ცხოვრება ერთმანეთს არ ემთხვევა. ხდება რომ სიცოცხლე უფრო ჭარბობს რიცხვებით და ცხოვრება ნაკლებია. აი მაგალითად ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მაგალითად ლადო ასათიანის სიცოცხლე რიცხვებში იყო 26 წელი, მაგრამ მისი ცხოვრება ალბათ საუკუნეზე შეიძლება 2 საუკუნესაც ითვლიდა. მაინტერესებს 15 წლის ასაკში როგორ შეიძლება ამ მცირე მოკლემეტრაჟიან ციფრებში, რიცხვებში, სიცოცხლეში ამოდენა ცხოვრების ჩატევა. რა არის ის საიდუმლო, რაც ერეკლე ბეჟუაშვილს ეხმარება შინაგანი შემოქმედებითი წვა ასე ეფექტიანად გამოიტანოს გარეთ? მოგესალმებით ყველას. რა კი ჭილაძით დაიწყე, მოდი ჭილაძითვე გავაგრძელებ. კეთილი. ერთხელ თქვა ესეთი რამ, რომ ახალგაზრდა მწერალს უნდა მოექცე ისე როგორც წერალს და არა როგორც ახალგაზრდას. ასე რომ ესაა სფერო, რომელსაც არ აქვს არანაირი ასაკობრივი, გეთანხმებით. აგერ იქით ბატონი რაული, აგერ ასეთ მე. აქ არ არსებობს, ჩვენ ერთნი ვართ. დიახ. და სწორედ ამითაა გამორჩეული ეს სფერო და საზოგადოდ ლიტერატურა ხერხემალია მთლიანი ერისა. აი მაგალითად ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, კარგად უნდა შევნიშნოთ თითქმის ყველა მეფე, რომელიც კი ყოლია ჩვენ. უმეტესად ან პოეტები იყვნენ ხოლმე, ან მწერლები, თითქმის ყველა. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ამის გარეშე არაფერი არ შეიძლება და მით უმეტეს ქვეყანაზე ზრუნვა. მწერლობისა და ზოგადად ლიტერატურის გარეშე. ბევრი ახალგაზრდა შემოქმედის მაგალითი აქვს საქართველოს. ლადო ასათიანით რომ დავიწყოთ და გავაგრძელოთ მირზა გელოვანით, გურამ რჩეულიშვილით და ასე შემდეგ. მათ მოახერხეს რომ ცხოვრება მეტი ჰქონდათ ვიდრე სიცოცხლე, აი რაც ახსენებ. და ამის მიზეზი იყო მათი გამორჩეულობა, განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა. ადამიანად ყოფნის პრინციპი, ჩემი აზრით, ზუსტად ეგ არის, რომ შენი ცხოვრება საკუთარი მოცულობით უნდა აღემატებოდეს იმ სიცოცხლის წლებს. შეიძლება იცოცხლო თქვათ 70 წელი, მაგრამ შენ ბევრად მეტი უნდა მოასწრო. შენი სახელი საუკუნეებს უნდა გადასცდეს. თუ ჩემი დაბადების შემდეგ სამყარო ოდნავ სხვანაირი მაინც არ იქნა, მაშინ რა აზრი ჰქონია ჩემს დაბადებას? რა თქმა უნდა უკეთესობისკენ შეცვლილი. ასე რომ მნიშვნელოვანია ეს ყველა პროცესი და მათ შორის ეს ფესტივალიც ამას უწყობს ხელს. მე მიმაჩნია რომ გმირობა შეიძლება იყოს ორნაირი. ერთი არის რაღაცის გაკეთება და მეორე რაღაცის არ გაკეთება. აი აქ სწორედ ასე იყო იმ დიდმა ხელმწიფემ ქუჯიმ, რომელიც ერისმთავარი იყო ეგრისის დასავლეთ საქართველოსი, დათმო საკუთარი პოზიცია, დათმო საკუთარი ტიტული, საკუთარი სიმდიდრე, მიწა და საქართველოს ერთიანობას გაუმართა ხელი. ესეთი რამ აი დღეს რომ ყოფილიყო მაგალითად იმავენაირი პოლიტიკური სტატუსკო, რაღაც ეჭვი მეპარება რომ რომელიმე ადამიანს დღევანდელი ეპოქიდან ეს გაეკეთებინოს. იმიტომ რომ ერთგვარად მოგვაკლდა ჩვენ ასეთი სულგრძელება. აი ვეფხისტყაოსნიდან ადრევე პარალელი მოვიხმე, რომ იქაც ძალიან საინტერესო პერსონაჟი სარიდანი, რომელმაც დათმო საკუთარი სამეფო, მეშვიდე სამეფო და იმ 6 სამეფოს ინდოეთისას მიუერთა. ფარსადანისას ერთგვარად ფარსადანი და ფარნავაზიც რაღაცით თითქოს წააგავს სახელებით. ვეფხისტყაოსანი და დამთხოვითობა ძალიან შორს არის. ასე რომ დამთხოვითობა ნამდვილად არ იქნებოდა აქ. იქნებოდა რაღაც გარკვეული მიზეზი, მე ასე მგონია. ხო. და ამ ფესტივალმა კიდევ იცით რა გააკეთა.
ესეთი კარგი წიგნი არსებობს მარტოსულობის უპირატესობანი. ავტორი არის სტივენ ჩბოსკი, ამერიკელი მწერალი, რომელმაც შემდგომ ფილმიც გადაიღო. თვითონვე ამ ფილმის რეჟისორი და ძალიან პოპულარულიც გახდა. თუმცა წიგნი ჩემი აზრით ბევრად საინტერესოა. იმდენად საინტერესო იყო, რომ რამდენიმე საათში წავიკითხე, იმის გაწყვეტა არ იქნებოდა და იქ არის ერთი ფრაზა. ეს ფრაზა არის ხერხემალი ამ წიგნისა. ჩვენ ვიღებთ ისეთ სიყვარულს, როგორც ღირსადაც მიგვაჩნია თავი. საინტერესო. ამ ფესტივალმა და ამ პროექტმა ძალიან დამსახურებულად ჩათვალა, რომ იგი იმსახურებდა ხალხის სიყვარულს და მოიპოვა არა მარტო სიყვარული ხალხისა, პატივისცემაც და შეიძინა წონა დღევანდელ ლიტერატურულ საქართველოში. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ესეთი სწორი შტრიხების, აქცენტების შემოტანისთვის. ტერმინი მარტოსულობა ლიტერატურისთვის ძალიან ახლომყოფია და ორივე თქვენგანთან მექნებოდა ერთი ასეთი შეკითხვა. მე მახსენდება პოლ გოგენი, ძალიან საინტერესო რაფინირებული გემოვნებიანი ავტორი და გოგენი პარიზულ ცივილიზაციას და ამ სენს გაიქცა, ტაიტიში წავიდა. დიახ, ხშირად ხდება, როდესაც ოღონდ აქ ეს ორი ტერმინი, რომელიც ძალიან გავს მარტოობა და მარტოსულობა, ხო? თითქოს ერთმანეთს გავს სემანტიკურად, თუმცა ფაქტობრივად ცოტა განსხვავებული ამბებია. რამდენად ჭირდება ბატონო რაულ შემოქმედს შინაგანი მარტოობა, მარტოსულობა რიგ შემთხვევებში, რათა პირველ რიგში საკუთარ თავთან დარჩენით ჯერ საკუთარ თავზე გაიგოს ბევრი რამ და ერთგვარი თვითრეფლექსიაც ხომ არის შემოქმედება, ანუ შენი თავის შესახებ უფრო მეტი რამის შეტყობა. ანუ თქვენ პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვენ და მის პატივისცემა ღია დავაფიქსირო, იმიტომ მე თქვენს თარგმანებს გავეცანი და ლატვიაში რიგაში მყოფობისას ფაქტობრივად აქაც ლიტერატურული ამბავი იყო. თქვენ ფიზიკურად არ იყავით, თუმცა თქვენი აჩვენებელი ყველგან დაგზავნა. სადაც კი მივედით, რაულ ჩილაჩავა ყველას ახსოვდა და პირიქით ყოველთვის გვეუბნებოდნენ და აქეთ გვეუბნებოდნენ დიდი სიხარულით და ერთგან ესეთი ეპითეტიც კი გაჟღერდა, რომ მოსიარულე ცოცხალი ძეგლი არისო და ძალიან გვეამა რა თქმა უნდა და აი ძალიან საინტერესოა ალბათ მაყურებლისთვისაც, ჩემთვისაც, ერეკლესთვისაც, ყველა ადამიანისთვის თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ უკვე სახელმწიფო ლიტერატურულ სფეროში და შინაგანი შემოქმედებითი წვის პროცესი, აი შინაგანი დაბადების აქტი. არის თუ არა საჭირო ცივილიზაციისგან, აი ამ გარეხმაურისგან, გარშემო ყოფობისგან გაქცევა და მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წერლობა საერთოდ მწერალი არის ძირითადად საკუთარ თავზე მუშაობს იმ გაგებით, რომ საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი შინაგანი სამყაროს, ასე ვთქვათ, გაშიფრვა, ეგ არის თავარი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა მწერლისთვის და მისი თავარი სულაგიზი. ადამიანი მწერალი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს საკუთარ თავს, მას არ შეუძლია დაწეროს ის, რაც მას თვითონ არ განუცდია, ან არ წარმოუდგენია, ან საკუთარი თავი არ ჩაუყენებია თავისი ლირიკული თუ ვთქვათ პროზაული გმირის ასე ვთქვათ ადგილას არ წარმოუდგენია. ჩვენ ვერ დავწერთ იმაზე, რაც ჩვენ არ გვიფიქრია, რაც ჩვენ არ განგვიცდია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აი საკუთარი გამოცდილებიდან და საკუთარი პრაქტიკიდან გამოვძერწოთ ჩვენი გმირები, ისევ და ისევ ეს ლიტერატურა ის იქნება ლირიკული გმირი თუ ეს იქნება ვთქვათ პროზის გმირი. საერთოდაც ცნობილი ამბავია, რომ მწერალი უნდა წერდეს იმაზე, რაც ვთქვათ არავინ არ იცის, ან იმაზე, რაც მან ყველაზე უკეთ იცის. აი ეს ორი და ყველაზე უკეთ მან ალბათ იცის საკუთარი თავი, თავისი შინაგანი სამყარო და ამისთვის რა თქმა უნდა აუცილებელია ერთგვარი განმარტოვება, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა. თუმცა მე მაგალითად თუ საკუთარ თავზე ვიტყვი, შემიძლია უშკარ ბრბოშიც კი ვიგზნო თავი მარტოდ საკუთარ თავთან, განვერიდო ამ ყველაფერს და ვიფიქრო იმაზე, რაც მე მაღელვებს ამ მომენტში, მაგრამ ამავე დროს ფიზიკური მარტოობაც აუცილებელია და თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ მარტოობა ჩვეულებრივი და მარტოსულობა ეს სხვა თქვა დაუშვათ ბარათაშვილის მარტოსულობა, რომელიც ტრიალებდა მაღალ წრეებში, მაგრამ მარტო იყო საკუთარ თავთან იყო დარჩენილი და სულით ობოლი, ასე ვთქვათ, ისე მისი ტერმინია ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში. ხო და
როცა ჩვენ საკუთარ თავთან ვჩებით, აი ყველაზე მართლები მაშინ ვართ საკუთარ თავთანაც და რა თქმა უნდა კითხულთანაც. ამიტომ ჩვენს ეპოქაში როცა ჩვენ გარშემორტყმული ვართ ტექნიკით, ტელეფონებით, აიფონებით, ნოუთბუქებით და ასე შემდეგ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება განმარტოება და საკუთარ თავთან დარჩენა. არ ამგონია თქვა ვაჟა-ფშაველას აქ თბილისში ისე კარგად ეწერა მიუხედავად იმისა რომ დოქჯერად ცხოვრობდა იქ სადღაც მთაში რო იყო მარტო რო იყო და განმარტოებით რო წერდა ან იგივე ლევ ტოლსტოი თავისი ასნაია პოლიანაში რო იყო და იქ თავის სოფელში რომ მუშაობდა და რომ წერდა იგივე ჰემინგუეი განერიდა თავის ამერიკას კუბაში წავიდა და იქ სადღაც მუშაობდა და ბევრია იმის მაგალითები როცა მწერლები მიდიოდნენ და სპეციალურ და იგივე გოგენი რომ ახსენეთ და კიდევ ბევრი იმის დასახელება შეიძლება, იმიტომ რომ წერლისთვის დისტანცირება აუცილებელია დრო, აუცილებელია მანძილი იმისთვის, რომ მან შექმნას ღირებული ლიტერატურაში, მხატვრობაში თუ ეს იქნება ნებისმიერ სახელმწიფოს სივრცეში. ნებისმიერ სახელმწიფოს სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად. მე ახლა გამახსენდა მერაბ მამარდაშვილი, ის ამბობდა ხოლმე, რომ ორი განზომილება არსებობს და საერთოდ დუალისტურია სამყარო, რობიტ პრინციპს მიყვება და არის ფიზიკური მანძილი და არის სულიერი მანძილი. შეიძლება რიგ შემთხვევებში ადამიანი ფიზიკური მანძილით კონკრეტულ მოცემულობასთან საგანთან ახლოს იყო, მაგრამ სულიერი დისტანცირება ხდებოდეს. აი იგივე გოგენი შეიძლება მოვიშველო ის ამბობდა რომ მხატვრობის და ალბათ ლიტერატურის მთავარი მიზანიც არის რომ ადამიანს მკითხველს დაანახოს არა ის რაც საგნობრივად მატერიალურად ხილულია არამედ გონებით წვდომადი ხილული შიდა თვალი აუხილოს და დაეხმაროს მიღმური ამბები უფრო აი ტრანსცენდენტური პროცესი გახადოს უფრო ცხოველური და უფრო ნამდვილი უბრალოდ ხა სანამ ერეკლესთან გადავიდოდე კიდევ ერთი შეკითხვით ვიქნები თქვენთან ბატონო რაო ერთი ასეთი ჭირ ზოგადად კაცობრიობას ჩემიდან დაწყებული სამწუხაროდ ფილოსოფიაში არის ესეთი პარადიგმა რომ ხატვარმა მთავრო დახატოსო მთიდან უნდა ჩამოვიდეს უნდა დისტანცირდეს და შევიდან უნდა უმზიროს სამწუხაროდ ჩვენ იმდენად და საბედნიეროდ ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანი ლიტერატურული სპექტრი გვაქვს სახელმწიფო ზოგადად იმდენი დიდი ავტორები ყავს მაგრამ აი ახალგაზრდებში განსაკუთრებით ალბათ ერეკლეს დამეთანხმება რომ თავმომწონეობისთვის როდესაც ჩვენ გვეკითხებიან საყვარელ ავტორს, მწერალს, პოეტს უმეტესწილად ჩვენი გონება მიქრის ხოლმე სადღაც შორს ვასახელებთ უცხოელ ავტორებს მაშინ როდესაც იგივე დავით გურამიშვილიდან დაწყებული და საერთოდ შოთას სამშობლოდან ვართ ხო რუსთველის სამშობლოდან რომელიც წინა გადაცემაში ვთქვით რომ შალომ ცუბიძეს აქვს ქართული რენესანსის თეორია სადაც შოთას იშველიებს აღორძინების ხანის საწყისად რატომ ხდება თქვენი აზრით ბატონო რაულ რომ ძალიან ბევრი ისეთი დიდი სახელია ქართულ ლიტერატურაში თუნდაც ძველი თუნდაც ახლა მყოფით თქვენიდან დაწყებული რომელიც შეიძლება იმ ინტენსივობით და იმ სიცხადით არ იყოს თუნდაც სასკოლო პროგრამებში, თაობაში, ახალგაზრდებში და რატომ მიგვირბის ყოველთვის გონება უცხოელი ავტორის დასახელებისგან ხომ არ არის ეს ერთგვარი კომპლექსი თქვენ როგორ ფიქრობთ? უსათუოდ არის ეს კომპლექსი და არის სნობიზმის გარკვეული გამოვლინება და ეს სენი ჩვენ ჭირდა არა მარტო ჩვენ სხვაგანაც ასე არის ეს თავის მოწონება ასე ვთქვათ მოდური სახელებით, მოდური მიმდინარეობებით და ასე შემდეგ მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული და მოდური იყო ვთქვათ იგივე ერნესტ ჰემინგუეი ამიტომ ახალგაზრდა პროზაიკოსები როგორც წესი ყველანი წარმოშობილები დადიოდნენ აი ესეთი სუტრები ეცოთ როგორც ეს აცვია ხო და ყველას თავის სამუშაო კაბინეტში ან რედაქციაში ყველგან ეკიდა ჰემინგუეი ჯერ წვერი არა მართლა თუმცა პერსპექტივა გვაქვს სწორია და წერლობაშია ეს დიდი პოტენციალი ჰემინგუეის გზისკენ კი ხო და აი ეს იყო ასეთი მოდა და ყველანი წერდნენ ესე მოკლე წინადადებები დიალოგებით რაღაცასე და იყო ეს გარკვეული მიმართულება ჩვენ
ჩვენ ჭირს ქართველებს განსაკუთრებით ეს რომ თურაშაულის პატრონი დღეში ეძებდა გასაოდა არის ასეთი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი თვალსაჩინო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად საოცრად გადაიცია და ყოვლის მომცველი გახდა. დღეს ჩვენ ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობთ, აგერ ერეკლი მოიყვანა ახლა ამერიკელი მწერალი თქვა დაუშვათ მის ასაკში მე ეს ნამდვილად არ მეცოდინებოდა უბრალოდ ჩემს დროს არ იყო ამის შესაძლებლობა. საბჭოთა მკითხველი თავის დროზე საზღვარგარეთის მწერლებს ეცნობოდა ერთადერთი ჟურნალით, ეს იყო ინოსტრანная ლიტერატურა, რომელიც მოსკოვში გამოდიოდა და ცოტა მოგვიანებით მისი ანალოგები გაკეთდა საქართველოში, ჯერ იყო ხომლინი ჩვენი საუნჯე, სადაც თარგმნილი ლიტერატურა იბეჭდებოდა, მაგრამ მაინც ასე თქვა შერჩევითი იყო იგი იდეოლოგიური მოთხოვნები იყო და რაღაცა. ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი, ვიცით ახლა თუნდაც შევიდეთ ლიტერატურის წიგნის მაღაზიებში, ბიბლიოში და სხვებში, ძირითადად თაროებზე აწყვია უცხოელი მწერლები, თარგმანები, ეგრეთ წოდებული ბესტსელერები, სათავგადასავლო ლიტერატურა, ფანტასტიკა, ფენტეზი, ეგრეთ წოდებული ნონ-ფიქშენი და რაღაცეები. ქართველი მწერლები სადღაც არიან შეყუჟული ამ იმაში, რა ქვია, ამ თაროებზე და სადღაც მეორე ადგილზე არიან პრინციპში. და სხვათა შორის გამომცემლობებიც უფრო მეტ რეკლამას უწევენ ამ უცხოელ მწერლებს და არ არის დასამალი რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით მათთვის მისაღებ ავტორებს, თუნდაც ქართველ ავტორებს, რომლებსაც უწევენ პიარს, ესე იგი წარადგენენ პრემიებზე, უაგზავნიან საზღვარგარეთ ფესტივალებზე და ასე შემდეგ და ამ დროს ძალიან დიდი მასა ქართული მწერლობის, რომელიც შეიძლება არანაკლებ საინტერესო იყოს, განზრჩება. ეს ზოგადი დილემაა ჩვენი დღევანდელი ლიტერატურული ყოფის, მაგრამ მე არ ვიცი წამალი ეს როგორ უნდა ასე თქვა დარეგულირდეს. უბრალოდ უფრო მეტი პატიოსნებაა საჭირო ყველასგან, ვისაც ხელეწიფება ამ საქმეში, ასე ვთქვათ, შეიტანოს გაყიდვაში. ძალიან სწორი გამოსავლისკენ მიმართული თქვენი ხედვა. ნამდვილად ყველამ ერთობლივად უნდა ვეცადოთ, რომ ის ეროვნული საწყისები, იდენტობები, რაც ჩვენთვის საკმაოდ, ალბათ ერეკლი ყველა დამეთანხმება, რომ ევროპული ცნობიერების კულტურული არქიტექტურის ფორმირებაში ჩვენ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, ჩვენი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, ლიტერატურული ამბებით. ერეკლე, ორ შეკითხვაზე მოგიწევთ ახლა თქვენ პასუხი. ერთი, აი ამ მარტოსულობის ნაწილში, თქვენ თავთან მყოფობისას, ზოგადად ლიტერატურაზე, ტექსტზე მუშაობისას, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გარემო, ხომ არ გიშლით გარეხმაური და ეს ტექნოლოგიური პროგრესი და მეორე ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ან რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი მწერლების პოპულარიზაცია შემოვიტანოთ. აი იგივე ჭილაძე ვახსენეთ, ხო, სამწუხაროდ ჭილაძე ვერ მოხერხდა და ვერ მოესწრო, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი გამხდარიყო, თუმცა სუბიექტურად ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ის იმსახურებდა ამას. თქვენი აზრი, ერეკლე, ასე რომ ვთქვათ, ბეჟუაშვილს როგორი გარემო ჭირდება ტექსტზე და ზოგადად ლიტერატურულ პროცესებზე სამუშაოდ? ერთხელ მე ერთ-ერთმა მასწავლებელმა დამისვა ასეთი კითხვა, რომ რომელია საუკეთესო ადგილი სამყაროს შესაცნობად და მე ასეთი პასუხი გავეცი, ადგილი, სადაც ხარ მარტო შენ. ოღონდ არა მხოლოდ უბრალოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, მარტოობა და მარტოსულობა ჭეშმარიტად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ შეიძლება შენ ტრიალებდ ხალხის მასაში იყო გათქვეფილი იქ, მაგრამ მაინც მარტოსული იყო. და აღარ მოვიყვანო მაგალითებს, წეგან საკმარისზე ბევრი ვახსენეთ ამ ადამიანებისა, ვინც მარტოდ გრძნობდნენ თავს. მათი სული იყო ობოლი, თუმცა იყვნენ ხალხში ისინი გამოსულები. ხო, ჩემთვის პირადად დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რასაკვირველია, ხალხთან ურთიერთობის პერიოდშიც, იმ დროს, როდესაც შენ უშუალოდ კონტაქტობ ადამიანთან, ამ დროსაც კი ფიქრი და გონებაში რაღაცის შექმნა. თუმცა ეს ინდივიდუალურია და ზოგიერთ ადამიანს პირიქით ურჩევნია, რომ თუ ის არ არის მარტო, ან თქვათ, თუ ღამე არ არის, ვერ დაწერს. ხო, ესაა ჩემი პირველი პასუხი პირველ კითხვაზე და რაც შეეხება მეორე ნაწილს, მეცნიერებმა მაგ კომპლექსს უწოდეს ოიკოფობია, რაც ნიშნავს საკუთარისადმი, მშობლიურისადმი გაუცხოებას. დიდი მადლობა, ნამდვილად ავიცველია დღევანდელი სამყაროსთვის და მათ შორის შეიმჩნევა გამძაფრებულად საქართველოშიც. არ ვიცი, ალბათ ასეთი ბუნების ხალხი ვართ ჩვენ. თუმცა ამის შეცვლა რასაკვირველია შესაძლებელია. ამას უნდა უყო თანმიმდევრული ნაბიჯები, სწორი
გეგმა, სწორი ალგორითმი იმისათვის, რომ ეს დაიძლიოს. ცოტა ხნის წინ მაგალითად შეიქმნა თანამედროვე ავტორთა გაერთიანება, რომლის წევრიც ვარ. ამავე მიზანს ემსახურება ეს ფესტივალიც. ქართველი მწერლები უნდა დავაფასოთ ბევრად მეტად, არა იმიტომ რომ ისინი თქვათ ქართველები არიან და მაგმიზნით, არამედ იმიტომ რომ საზოგადოება ლიტერატურა არ ცნობს ეროვნებას. ლიტერატურას რო საზღვრები ჰქონოდა, რაღაც ნაცია ჰქონოდა, ის ვერ იქნებოდა ამდენად ამაღლებული კოსმოპოლიტური გლობალური მოვლენა. რა თქმა უნდა. ასე რომ საჭიროა ასეთი პროექტები, ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამას. თუმცა ამას ესაჭიროება პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერი მომზადება, რომ ხალხი ამას შეხვდეს ჩვეულებრივად, მათ მიიღონ ქართული ლიტერატურა, ქართული ხელოვნება, ისევე როგორც უცხოური. თაროზე, როდესაც 10 წიგნი დევს და იქიდან, მესმის რომ საპირწონედ ერთი საქართველოა და იქით კიდევ მთელი დედამიწა, მაგრამ აი საქართველოში მაგალითად მწერლებს უფრო მეტი ძეგლი უდგათ თუ მეფეებს. დასაკვირველია მწერლებს. ჩვენ სამწერლობო ქვეყანა ვართ და სწორედ ამ მიზეზით, სწორედ ამის გამო აუცილებელია რომ ქართული ლიტერატურა უფრო წარმოჩენილი იყოს. ამას უწყობს ეს ფესტივალი ხელს და ამიტომაც ვართ მადლიერები ამ ფესტივალისა. სხვანაირად საქართველოს არ უწერია არა თუ გაბრწყინება, რა გაბრწყინებაზეა საუბარი. უბრალოდ წელში გამართვაც კი ჩვენ არ გვიწერია თუ საკუთარს არ დავაფასებთ და არ შევქმნით. ასევე, იმიტომ რომ მომავალში ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს ჩვენ. დიდი მადლობა ერეკლე, ძალიან ესეთი ანალიტიკური, ძალიან ვრცელი და სწორი შეფასებისთვის, კრიტიკული ანალიზისთვის. რადგან ჩვენ საუბრობთ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯიზე, ქუჯი 2025-ის გამარჯვებული ამ ნომინაცია პროზა დებიუტი, აქ ძალიან ესეთი ძალიან კარგი სიმბოლური პატარა სკულპტურა ჯილდო, რომელიც სპეციალურადაა დამზადებული ამ ფესტივალისთვის და მისი დამზადება მოხდა ოსკარ შინდლერის აკადემიაში აღსაქმდელების მიერ, რომლის ხელმძღვანელიც არის მაია შავიტი და დიდი მადლობა მინდა გადავხადო მასაც, რადგანაც ჩვენ ვაგრძელებთ ქუჯის დროას, საუბრობთ ქუჯიზე, ამ ლიტერატურულ ფესტივალზე, პატარა ვიდეო ჭრა, სადაც თქვენ თვალყურს მიადევნებთ ქუჯი 2025-ის დაჯილდოების ცერემონიალს და გარკვეულ ფრაგმენტებს. მარტვილში დიდი გიორგი ჭყონდიდელის კუთხეში თანდათან იკრებს ძალას და ხდება სრულიად ქართული მოვლენა. ისევე როგორც ქუჯი დიდი მთავარი კოლხეთისა მეფე, რომელმაც უმძიმესი ძნელბედობის ჟამს გადადგა ისტორიული ნაბიჯი სამაგალითო, როდესაც ქართლის მეფეს ფარნავას გაუჭირდა, როდესაც ის ებრძოდა რომელ დამპყრობელს აძონს, ის გვერდში დაუდგა თავის ძმას, აღმოსავლელ ძმას და დაუთმო მას პირველობა. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს და ქართველებმა უნდა ვისწავლოთ აი ჩვენი დიდი წინაპრებისგან, როცა განსაცდელი ჟამია, განსაცდელიც რომ არ იყოს მაშინაც კი თუ ეს მიზანშეწონილია, დაუთმოთ ერთმანეთს პირველობა. ეს ჩვენ აგვამაღლებს. კონკურსი წლის საუკეთესო დებიუტი პროზა. ქუჯის პირველი პრემია გადაეცემა ერეკლე ბეჟუაშვილს. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო. მე მიმაჩნია, რომ წერლობა დიდი საქმის გარდა საფრთხილო საქმეცაა, იმიტომ რომ წერალსაც და ღმერთსაც ორივეს შემოქმედს უწოდებენ. აქედან გამომდინარე ფრთხილობ ხოლმე ასეთ საკითხებთან, მაგრამ მაინც გავბედე და წარვადგინე ჩემი წიგნი ამ კონკურსში. მადლობა მინდა გადაუხადო მე ქუჯის მესვეურებს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. მე მიხარია რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და მე მიხარია რომ აქ ბევრ ნაცნობ და ძალიან საყვარელ სახეს ვხედავ. ეს სახეები, ეს ნათელი თვალები აძლიერებს ადამიანს და აძლევს ყველაფრის საშუალებას. მე მინდა აი ამ სიხარულით აღტაცებულმა გითხრათ, ჭეშმარიტად გითხრათ, რომ საქართველო არ დაცემულა და არც დაეცემა. მე მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ცხოვრების როიალი სულ სამხიარულო ჰანგებს უკრავდეს. დიდი მადლობა.
ჩვენ ბრუნდებით ტელეეთერში ქუჯის დრო გრძელდება და გაგრძელდება ყოველთვის, ანუ იქნება ლიტერატურა. ასე რომ ახლა ბოლო ბლოკში უკვე ნელა ფინიშისკენ მიმდინარეობს ჩვენი გადაცემა. ბატონ რაულ, თქვენი წიგნების შესახებ რომ გვესაუბროთ, თქვენი მომავალი გეგმების და რადგანაც ლიტერატურაზე, პოეზიაზე ვსაუბრობთ, თუ მოგცემთ საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ცოცხლად თქვენი ლექსი, თქვენი პოეზია მოვისმინოთ. დიდი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის. წრეულს ჯერჯერობით გამოვიდა ჩემი 2 წიგნი და წლის ბოლომდე ველოდები კიდევ 2-ს და ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს. აი ასეთი წიგნი, ეს არის კრებული დიდ უკრაინელ პოეტზე მიკოლა ბაჟანზე, რომელმაც თარგმნა უკრაინულად ვეფხისტყაოსანი, დავითიანი და ქართულ მწერლობას უზარმაზარი სამსახური გაუწია უკრაინაში. ეს არის საქართველოს მიკოლა ბაჟანის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ამბები ამ წიგნში მოთხრობილი, როგორ ითარგმნებოდა ვეფხისტყაოსანი, როგორ ითარგმნებოდა დავითიანი, რა სიზნელეებს აწყდებოდა თარგმნელი ამ ტექსტებზე მუშაობისას, როგორ ეხმარებოდნენ მას ქართველი კოლეგები და რა ვითარებაში გამოვიდა ეს წიგნი. უბრალოდ ერთ პატარა დამაინტრიგებელ ამბავს ვიტყვი, რომ მიკოლა ბაჟანი 30-იან წლებში გამორჩეული უკრაინელი პოეტი, ასე ვთქვათ, ავანგარდი, დევნილი იყო უკრაინული ნაციონალიზმის გამო, ხელისუფლების მიერ და იმალებოდა საქართველოში სიმონ ჩიქოვანთან თავის მეგობართან. განერიდა ლიტერატურულ საქმიანობას, ასე ვთქვათ, საკუთარ პირადს, ლექსების წერას და დაიწყო ვეფხისტყაოსნის თარგმნა, რომელსაც 7 წელი შეალია და 37 წელს ეს თარგმანი გამოვიდა და ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა უკრაინაში. მიუხედავად ამისა, ბაჟანი მაინც არასანდო ლიტერატორთა შორის იგულისხმებოდა. და ამ დროს ხდება ასეთი ამბავი, ბაჟანი არის საქართველოში, სტუმრობს სიმონ ჩიქოვანთან და დილით სიმონს ამოაქვს გაზეთი პრავდა და ეუბნება ბაჟანს, აბა დილა ადრე და გადმოდის საწოლიდან და იცეკვეო, კოპაკი დაუარიო. რა არის, რა ხდება, აბა გაზეთი ნახეო და გაზეთში არის ჩამოწერილი საბჭოთა მწერლების სია, რომლებიც დაჯილდოებული არიან ლენინის ორდენით და მათ შორის არის მიკოლა ბაჟანი. ლენინის ორდენი მაშინ იყო ყველაზე დიდი ჯილდო საბჭოთა კავშირში, სხვა არც საბჭოთა კავშირის გმირი არსებობდა, არც ლენინური პრემია, არც სტალინური აფერი არ იყო, ყველაზე დიდი ჯილდო იყო. და მე ბაჟანი მოგვიანებით, როცა უკვე ასე ვთქვათ, მოეხსნა ყოველგვარი ტაბუ და რაღაცა, მან გაიგო შემდეგი რამ. სტალინ შეუტანეს თურმე სია დასაჯილდოებელ ავტორთან. სტალინმა გადახედა და ეკითხა: "აქო, კიდევ ერთი უკრაინელი პოეტი უნდა იყოს, რომელმაც ვეფხისტყაოსანი კარგად თარგმნა, მე ასე ვიცი." და რა თქმა უნდა, იმ წუთში შეიტანეს ბაჟანს და სულ იზახდა, რომ ვეფხისტყაოსანმა გადამარჩინა. ლიტერატურამ ბევრი გადაარჩინა, სხვათა შორის სხვადასხვა საქართველოს. ამ გადაარჩინა და ამ დაღუპა სწორი შეფიშნა. ხო და უკიდურესობა. ხო და აი ეს წიგნი და წიგნის ნახევარი კიდე ეძღვნება მიკოლა ბაჟანის ლექსებსა და სტატიებს საქართველოსზე და ქართულ მწერლობაზე. ახლა ველოდები ხარკოვში, აი პრაქტიკულად ომის ქარცელში მყოფ ქალაქში გამოსაცემად მზადდება ვეფხისტყაოსანი უკრაინულად მიკოლა ბაჟანის თარგმნილი, რომელსაც უძღვის ჩემი დიდი წინასწყვეტობა და ჩემი ასევე ბოლო წინასწყვეტობა. აქვე ვიტყვი, რომ მე თავის დროზე სადოქტორო დისერტაცია მეუძღვანი მიკოლა ბაჟანის თარგმანებს, ვეფხისტყაოსნისა და დავითიანის თარგმანებს, ამიტომ ასე ვთქვათ, კარგად ვარ გარკვეული ამ საკითხებში და ეს დიდი წერილები თან ერთვის ამ თარგმანს და ველოდები ამ წიგნის ჩამოსვლას და ვფიქრობ, ამ წიგნის პრეზენტაცია შედგება უკვე იმ უკრაინულ თარგმანთან ერთად. და მეორე წიგნი ეს არის ჩემი საკუთარი ლექსების კრებული, მზე ჩადის, მაგრამ სინათლე რჩება. აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემი პირველი წიგნი, რომელიც თავიდან ბოლომდე დაწერილია საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ გამოცემული წიგნების რაოდენობა 150-ს გადააჭარბა, მათ შორის არის თარგმანებიც, სამეცნიერო ნაშრომებიც და ძირითადად პოეზია, ისინი სულ ყველა დაწერილია უკრაინაში. ზოგიერთი რა თქმა უნდა, ხან დაწყებულია საქართველოში, ხან დამთავრებულია საქართველოში, მაგრამ ეს წიგნი არის ერთი წლის ნაყოფი, დაიწერა შარშან, თბილისსა და ჩემშობლიურ სოფელ ძველ აბასთუმანში, ზუგდიდის რაიონში. Facebook-ზეც ვაწერ ხოლმე აბასთუმანი და ბევრს გონია, რომ ის ცნობილი აბასთუმანია. თავის დროზე სხვათა შორის როცა პირველად დავეჭდა ჩემი ლექსები ერთ რედაქციაში, იქ უთქვამ დაუბეჭდოთ ამ მის ლექსები აბასთუმანში ეტყობა ჩილეკიჭირს. ხო და სოფლის სახელწოდება მიშელა. ეს წიგნი შედგება რამდენიმე ციკლისგან, დაახლოებით 500-მდე ლექსია შესული და უმთავრესი ადგილი უჭერავს ციკლს, რომელსაც ქვია ზუგდიდური ელეგიები. ეს ლექსები შარშან პრაქტიკულად დაიბეჭდა შარშან და წელს თითქმის ყველა ლიტერატურულ გამოცემაში, ლიტერატურულ გაზეთში, ლიტერატურულ საქართველოში, ცისკარში, აფინაში, წმწონა ყვავილაში და რა ვიცი, თითქმის ყველგან. და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ეთერში ვარ და ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, პოეზიის მოყვარულები ზოგადად, ვისაც სურვილი ექნება, ისე და ისე ამ წიგნის მზეჩადეს, მაგრამ სინათლე რჩება, შედგება ამის წარდგინება საქართველოს მწერალთა სახლში, მაჩაბლის 13-ში, 29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, საღამოს 6 საათს. გიცნობთ ყველას, ვისაც გახსოვართ და ვისაც ეს კიდევ მეორე უყვართ ჩემი ლექსები. არ გამოაკლოთ საკუთარ თავს აი ამ სიამოვნების მინიჭება, რაც ლიტერატურით ხდება და ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე ტერენტის იმ ხატოვან დიდ ფრაზას. პოეზია მიცის უეცარი სიხარულს, რომ 29 ოქტომბერს გელოდებათ უეცარი არა, ამჯერად დაგეგმილი სიხარული ბატონ რაულ ჩივაჩავასთან ერთად. წავიკითხავ ნებისმიერ. კეთილი, გისმენთ ბატონ? წავიკითხავ ნებისმიერ ლექს. იცით, კაცის არის ნებისმიერზე გამახსენდა ერთი ჩემი მეგობარი უკრაინელი პოეტი ჩიოდე საბჭოთა პერიოდია ძველი. კაცო რედაქციაში მივიტანეო ლექსებიო და მაინცო სულ პარტიაზე და ლენინზე ლექსები ამერჩიესო და სხვებია. ჩემავნოთ კაცო არ მიგეტანა და არა გირჩევნერო და ასე რომ მე რომ ცუდი ლექსი წავიკითხო, არ დაბეჭდო ცუდი ლექსი და არ წაიგითხო. საინტერესოა. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერ ლექსი საკითხვა მე მხოლოდ ჩემ თავს აღადურობ, არა ვარ ალბათ. ისინს ბოლომდე შეძლო შენი გულის მოგება, ჩემი სახელი და ლუნტრებზე, მხრებზე ტვირთად მოგება და სხვა სახელებს შორის თითქოს ჭკვიალებს ხალბად. ჩემი ადგილი იქ აღმოჩნდა ახლა სადაც ვარ და მეც ვეჩვევი, რადგან უკვე ვერ ვხედავ სხვა გზას. თითქოს ხანძარი მოსდებია საკვანძო ვაგზალს, ვიღაცამ უკვე მასთან ერთად დეპოც გადაწვა, ილევა უკვე სექტემბერი, შენ გლავს შორს ახარ, მე ვერ მივდივარ, შენ არ მოხვალ ესეც ბედია, შეყრა და გაყრა, წუთი სოფლის კვესა ბედია, და ამ კვესა ბედს ფლობს იმედის ღმერთი ორსახა, მე დავასრულე ბოლომგერა, მითრთის ბაგეზე, მზემე წამული თვითმკვლელივით ეშვება ზღვაში, შენ ჩემი ლექსი, ჩემი ბრავო და ჩემი დაში, მათგან შენ მიხმე, შენ მიბიძგე, შენ წამაკეზე. დაგიბარლობა და ერთ წავიკითხე, აუცილებლად სინამდვილეში არ ყოფილა, რაც თითქოს იყო. ოპტიკურ ტყუილს გავდა მისი არსი და სახე. სულ ორი სიტყვა მოვასწარი, მივედი, ნახე. ახლა წოხილსაც, სიყარულსაც ჩემს თავთან ვიყოფ, ვზივარ სარკმელთან. შესევიან ხეებს ჩიტები და მათ ჟღურტულთან ერთად სახში დილა შემოდის, სადაც განწყობა სუფევს უკვე გზის და ჩემოდნის, საიწავიდე მარადიულ ფიქრს ვეჭიდები, ჩვენი ზღაპრები მახსენდება, იყო და არა, იყო რა, მართლაც უკეთესი რა იქნებოდა, სხვა შუქს ვანთებდი, ძველი შუქი როცა ქრებოდა და ტრიალებდა, ტრფიალის ჯარა, რაც ახლა ხდება, გასაგორი ჩემთვის არც არის, ის რაც პირველი იყო, ბოლოს ითვლება ბოლოდ, სამანთა მდგარმა, მე ხმამაღლა წარმოვთქვი მხოლოდ, სულ ორი სიტყვა, მესამის თქმა ვერ მოასწარი. საინტერესოა ძალიან და
ოპტიკური ილუზია, რომლისგანაც თავის დასწრა ზუსტადად ლიტერატურით შეგვიძლია გამოღვიძება, სულის თვალის გამოღვიძება. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო რაულ. ბატონო ერეკლე, თქვენ შესახებ, თქვენი გეგმების, თქვენი წიგნის ტიბეტური საგანძური, ეს ყველა მიცით უკვე და ეს ერთგვარი ფურორი იყო, ძალიან დიდი ხმაურით შემოვიდა ლიტერატურულ სივრცეებში და როგორც ვიცი, მუშაობთ ახალ წიგნზე. კი ბატონო, მართალია, ახალ წიგნზე ვმუშაობ. მოდი ჯერ ამით დავიწყებ ამ წიგნს და ოღონდ თული ახლა რაულ ჩილაჩავადან ერეკლე ბეჟუაშვილი გადმოხვიდება. ვეცდები აბა როგორღაც. მოკლედ დავიწყოთ იმით, რომ წიგნის სათაური რა კი არის ტიბეტური საგანძური, გეოგრაფები ტიბეტს ხანდახან უწოდებენ ხოლმე დედამიწის მესამე პოლუსს. ეს უკვე იწვევს თავისთავად დაინტერესებას და ეძღვნება ორ ადამიანს, ჩემთვის ორ უსაყვარლეს მწერალს. ერთი არის ჯონ რონალდ ტოლკინი, მეორე კიდევ ჟიულ ვერნი. ამ წიგნზე უკვე საკმაოდ ბევრი დაიწერა, ბევრიც ვისაუბრეთ. და ახლა მინდა რომ ყურადღება გავამახვილო მეორე წიგნზე, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში, იმედია მეტად აღარ გადაიწევს გამოიცემა და მისი სახელი იქნება ვარსკვლავ ქვეშეთში. წიგნი 4 ძირეულ ნაწილად დავყავი. პირველი იქნება ლექსები, შემდეგ უკვე იაპონური პოეზია, ამას მოსდევს მოთხრობები და ბოლოს ჩანაწერებით დასრულდება. რა ინფორმაციაც მაქვს, მე სავარაუდოდ ეს იქნება 326 გვერდიანი მიახლოებით და ეს წიგნი მალე გამოიცემა. ხოლო რაც შეეხება მეორე წიგნს, ეს იქნება ტიბეტური საგანძურის გაგრძელება, ამას უფრო იქით წელს ვარაუდობ. ეს წიგნი იწერება ამჟამად და სავარაუდოდ შეეხება საქართველოს. ეს გმირები უკვე საქართველოში გადმოინაცვლებენ და მე მგონია და არ მგონია რომ ამ შემთხვევაში მარტო ვიყო და ეს ფიქრი მხოლოდ მე მქონდეს, რომ კარგი მწერალი არის ის, რომელიც თავის პერსონაჟებს დასცქერის ისე, როგორც ღმერთი ადამიანებს. მე ვცდილობ ხოლმე, რომ ეს განცდა შევინარჩუნო, რამდენად გამომივა ამას კიდევ მკითხველი განსჯის. და როგორც ამ წიგნის ბოლო სიტყვაობაში მე პირობა დავდე, შემდეგი წიგნი იქნება საქართველოს. და სად საქართველოში თუ არა ჩემს მშობლიურ სოფელში წინანდალში, რომელიც მეტადრე იმ ხანაში, მე-19 საუკუნეში იყო კერა, ქართული არისტოკრატიისა. და სათაური ჯერ არ ვიცი, თუმცა ამასაც მოვიფიქრებ და სავარაუდოდ ეს დაკავშირებული იქნება ქართულ მასონობასთან. ნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა. საკმაოდ დამაინტრიგებელი, საინტერესო წინაპირობა და პრეზენტაცია ალბათ არ ჩაივლის, რა თქმა უნდა, იქნება ბევრგან. განსაკუთრებით ალბათ უფრო გავამახვილებ ამჟამად ყურადღებას სკოლებზე, იმიტომ რომ ჩემს თაობას უფრო დააინტერესებს ეს საკითხი. და ბოლოს ქუჯიზე რო ვთქვა, თვითონ ამ ხელმწიფეზე კიდევ ერთი რამ. ძლიერი ადამიანი ის კი არ არის, ვინც პირველია, არამედ ის, რომელსაც შეეძლო რომ ყოფილიყო პირველი და თქვა უარი ამაზე. ამას სჭირდება წარმოუდგენლად დიდი შინაგანი და სულიერი ძალა და ამ ხელმწიფემ ეს რომ გამოავლინა, ჩვენ უნდა გვიამაყებოდეს ამ ადამიანის ქვეყნის შვილობა. მოდი თქვათ ასე რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა ვეცადოთ, შეიძლება არც გამოგვივიდეს, ეს უკვე ღვთისნება იქნება, ხო? ბედიც და გამარჯვება ღმერთსაც სცადდეს მოცა ხვდებისა. ცადოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის, რომ ამ ადამიანის თანამემკვიდრებად ვიქცეთ და ვეცადოთ ყველანაირად, რომ მეც, თქვენც, ბატონმა რაულმაც, სრულად საქართველოს იქნება ყოველდღიურად ერთი კეთილი საქმე მაინც მივამატოთ ამ დედამიწას. ნამდვილად ძალიან სწორი შეგონებაა. დიდი მადლობა. თუ შეიძლება გეგმებში დამავიწყოთ და მეთქვა, ის და კიდევ მინდა ერთი გამოცემა დავაანონსო, ამჟამად მზადდება გამოსაცემად საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პარლამენტის ბიბლიოთეკას ახლა ეროვნული ქვია. იქ უნდა გამოვიდეს ორი კრებული ჩემს მიერ თარგმნილი გალაქტიონ დავიძე ქართულად და უკრაინულად ჩემს თარგმანში, ჩემი წინასიტყვაობით და გალაქტიონის ნახატებით და უკრაინელი პოეტი პავლო ტიჩინა, რომელიც უკრაინულ პოეზიაში
იკავებს ისეთ ადგილს, როგორც გალაქტიონი ქართულ პოეზიაში, დიდი პოეტი უკრაინის, ის ქართულად შემოთარგმნილი, ჩემი წინასწარმეტყველობით და ორიგინალებით და ასევე როგორც გალაქტიონი, ისიც ხატავდა და მისი ნახატებით. ეს ორი კრებული იქნება ჩადებული მუხაოს სკოლებში, ლამაზად გაფორმებული და იქნება სასუვენირო გამოცემა ცარცის ხალხზე დაბეჭდილი და ვფიქრობ ბიბლიოთეკა ალბათ უარს არ გვეტყვის მერე წარდგენებაზე, პრეზენტაციაზეც და ასე რომ ჩვენს და ჩემს კითხვას ასევე თავაზობამ ინფორმაციას და როცა გამოვა მოგაწვით უკვე ზუსტ წარმატებები და მადლობა თქვენ ამ დიდი ტიტანური შრომისთვის, რაც ლიტერატურისთვის გაქვთ დაგებული დარჩენილი. მადლობა მინდა ორივე თქვენგანს გადაგიხადოთ. ლიტერატურულ-შემეცნებითი გადაცემა ქუჯის დროა თავის დასასრულს უახლოვდება დროებით, რა თქმა უნდა, მორიგ შაბათამდე. პატარა რეზიუმე შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელმა გადაცემამ ცხადყო, რომ ჩვენ რამდენიმე მიგნებამდე კიდევ ერთხელ მივედით, რომ ლიტერატურა მატერიის, დროის, მანძილის მიღმურია, ყველგამყოფობს, ის კოსმოპოლიტური მოვლენაა და ყველაზე მთავარი, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, in interiore homine habitat veritas, ანუ ადამიანის შინაგან სამყაროში მყოფობს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება ზუსტად ლიტერატურის გზით მიმდინარეობს ხოლმე. ასე რომ ლიტერატურულ-შემეცნებითი გადაცემა ქუჯის დროა დროებით გემშვიდობებათ, გავქუჯიანდეთ, ქუჯი გვაერთიანებს და მომავალ შეხვედრამდე.